გამარჯობა, დღეს მე და მიშა ვისაუბრებთ ადამიანის თვითრეალიზაციაზე და თვითრეალიზაციის ფორმებზე. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი სამყარო არის ძალიან უცნაური ამ მიმართულებით, ფაქტობრივად ზოგ შემთხვევაში ილუზორულად არის ადამიანისთვის მოცემული იმის შესაძლებლობა, რომ თითქოს მას აქვს არჩევანი რეალიზაციაში, თვითრეალიზაციაში, მაგრამ ხანდახან ეს ილუზორულია და ხანდახან მართლაც არის ხოლმე შესაძლებელი, რომ ადამიანმა რაღაც აირჩიოს და იმ საკითხს გაყვეს მერე და გახდეს პროფესიონალი, გამოადგეს საზოგადოებას, ზოგადად ადამიანს და რომელიმე დარგს, რომელიმე მიმართულებას, შემეცნების მიმართულებას და ამაში წარმატება მოიპოვოს. მაგრამ ადრე წინა ეპოქებში ეს არ გამოიყურებოდა, ფაქტობრივად ადამიანი დეტერმინირებული იყო დაბადებიდან, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ ოჯახში იბადებოდა და ის ოჯახი განსაზღვრავდა ამ ადამიანის შემდეგ ფაქტობრივად მთელ ცხოვრებას. და ასევე რეალიზაციის საკითხები ნაკლებად საინტერესო იყო ძველ ეპოქებში. ყოველ შემთხვევაში ადამიანების უმრავლესობისთვის. დღევანდელი სიტუაცია შეცვლილია ამ მიმართულებით, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ აბსოლუტურად მოიხსნა ყველანაირი ბარიერი ამ მხრივ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შედარებაც კი არ არის იმ შესაძლებლობებთან, დღევანდელ შესაძლებლობებისა და ძველ შესაძლებლობებს შორის. ხო და მით უმეტეს მიშა, რაც სოციალური ქსელი აქტიური გახდა, ჩვენ ამას რაღაც ნაწილობრივ შევეხეთ წინა საუბრისას, მაგრამ აი ამ მიმართულებით ნაკლებად ჰქონდა აქცენტები გაკეთებული. ხო და აი დღეს ეგეთი ტენდენციაა, რომ ყველა ადამიანი თითქოს ცდილობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ცდილობენ თვითრეალიზაციის ისეთ ფორმები მოძებნონ, რაც მათ მოუტანს ცნობადობას, წარმატებას ამ ცნობადობის შემდეგ და რა თქმა უნდა ფულს, მატერიალურ, ასე ვთქვათ, რაღაცა პრივილეგიებს, უგუგებას, ხო? და ეს რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს, ალბათ, ან არ უნდა დარეგულირდეს, აი ვისაუბროთ და გავარკვიოთ თუ როგორი რეალიზაციის ფორმები არის სწორი, როგორი რეალიზაციის საშუალებები და შესაძლებლობები არსებობს და იმასაც შევეხოთ, თუ მართლა შესაძლებელია თუ არა ადამიანმა არჩევანი გააკეთოს ამ მიმართულებით და საზოგადოებრივი ფორმა, დღევანდელი ფორმა რამდენად აძლევს ადამიანს იმის შესაძლებლობას, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოს. ხო, პირველ რიგში ალბათ უფრო კარგად ვეცადოთ განსაზღვროთ, საერთოდ რა არის თვითრეალიზაცია. თვითრეალიზაცია ჩემი გადმოსახედიდან არის ადამიანის დამკვიდრება სოციუმში. ანუ ის რას გააკეთებს, მაგის მიხედვით სოციუმი მას გარკვეულ ადგილს მიუჩენს. და შესაბამისად ადამიანი თავისი მეს დასაკმაყოფილებლად ცდილობს მაქსიმალურად დიდი როლი ითამაშოს სოციუმში. რაც შენ რო თქვი, ადრე შედარებით ნაკლებად იყო თვითრეალიზაცია შესაძლებელი, ადრეც იყო, მაგალითად, მეომარი კარგად ომს თუ მოახერხება, კარგად ბრძოლას თუ მოახერხება და გმირულ საქციელს ჩაიდინა, ის თვითრეალიზაციას ამით ახდენდა. ოჯახში ქალი შვილებს რო გაზდიდა, თვითრეალიზაციას ამით ახდენდა და სოციუმის მხრიდან რაც მეტად არის დაფასებული, იქ თავისთავად მეტს უნდა იყო ჩაღოს. ადრე რა თქმა უნდა გაცილებით ნაკლები შესაძლებლობები იყო, იმიტომ რომ ზოგადად მწირი არჩევანი იყო ყველა მიმართულებით. ახლა იზრდება და იზრდება მეტი და მეტი შესაძლებლობები ეძლევა ადამიანს. მაგალითად ხელოვნება
როდესაც არ არსებობდა, ხელოვნების გაჩენამ ადამიანის ცნობიერებაში და კულტურაში გააჩინა შესაძლებლობა იმისი, რომ თვითრეალიზაცია მოახდინოს ადამიანმა ხელოვნებაში. მანამდე უფრო პრაქტიკული საშუალებებით რეალიზდებოდა, ვიღაცა კარგი მონადირე იყო, ვიღაცა თევზს კარგად იჭერდა, ვიღაცა ხეზე კარგად დაძვრებოდა, ვიღაცა ეძებდა რაღაცას კარგად პირველყოფილ კულტურებში. და ანუ თავის სოციუმში თავის გამოჩენისთვის რაღაცას ცდილობს ადამიანი, თავისი როლი მაქსიმალურად მნიშვნელოვანი გახდეს. თვითონ გახდეს მაქსიმალურად მნიშვნელოვანი. ანუ იმ სოციუმში ვისთანაც შეხება აქვს. და იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით გაცილებით დიდ სოციუმთან აქვს ადამიანს შეხება, ბევრად გაიზარდა ეს თვითრეალიზაციის შესაძლებლობაც. აი მაგალითად, სპორტსმენი, ვავიღოთ, მსოფლიო დონის სპორტსმენი, მთელი მსოფლიო მასშტაბით რეალიზებულია. თუმცა, აი, ზუსტად ახლა მსოფლიო ჩემპიონატი რო იმართება ფეხბურთში, მაგას ვაკვირდებოდი, მესი და რონალდო არიან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რეალიზებული ფეხბურთელები კაცობრიობის ისტორიაში, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლაც ძალიან ცდილობენ, აი კიდე რაღაცა რეკორდებზე გავიდნენ რაღაც. იმიტომ რომ მაგას არ აქვს, ასე ვთქვათ, საზღვარი არ აქვს და შემდეგ აი რაღაცას რომ მიაღწევს, ისევ კონკურენტი თუ ყავს, ისევ განიცდის იმას, რომ რაღაც მასთან შედარებით დაბალ საფეხურს შედარებას აქვს და მუდმივ კონკურენციაშია. ხო და ამ შემთხვევაში ხა სპორტი ძალიან კარგი საშუალება გაჩნდა თვითრეალიზაციის, მაგრამ მე მგონია ყველაზე კარგი შესაძლებლობები ობიექტური თვალსაზრისით არის ისეთ სფეროებში, როგორც არის მეცნიერება, ხელოვნება, ანუ შენ როდესაც მეცნიერებაში რეალიზდები და მართლა სერიოზულად მიღწევებს, სერიოზულ რაღაცას მიაღწევ და რაღაცას გამოვარკვევ, ის ობიექტურად ღირებულია. ანუ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია მართლა რეალურად რაღაცა კეთდება იმ. მართლა რეალურად რაღაცა კეთდებოდეს. ახლა სპორტს სინამდვილეში ჩემი განუსახებიდან ბევრად დიდი ფასი დაედო, ვიდრე მაგალითად მეცნიერებას. რა თქმა უნდა, დღეს ეგეთი ეპოქა. ხო, ახლა სპორტსმენი სპორტით უფრო უნდება ხალხს თვითრეალიზაცია, ვიდრე მეცნიერებით ან ხელოვნებით. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვადასხვა საშუალებებია, არა მარტო სპორტი, ისეთი საშუალებებიც არის სოციალურ ქსელებში, რომელიც მე რომ ვკითხო, საერთოდ ჯობია მაგით არ რეალიზდეს რაღაც, მაგრამ მაინც არსებობს. მაგრამ უფრო უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება იმას, რომ რა არის ოპტიმალური საშუალებები თვითრეალიზაციის. იცი რა თქმა უნდა, ობიექტურად კარგი საშუალებები. იცი რა მე დასაწყისში რო ვთქვიო, ანუ ადრე სხვა სიტუაცია იყო თვითრეალიზაციის და დღეს ვიგულისხმე პირველ რიგში ვიგულისხმე, იცი რა, რომ ადრეც შეიძლებოდა თვითრეალიზაცია. ანუ რეალიზაცია ადამიანს ნებისმიერ მდგომარეობაში შეუძლია. არ არსებობს ალბათ ისეთი მდგომარეობა, ვერ წარმოვიდგენთ, რომ ასე არ შეეძლოს. უბრალოდ ადრინდელი დღევანდელთან შედარებით, ოღონდ ეს კითხვა ისმება, მართლა ეგრეა თუ არა, თითქოს ერთი შეხედვით ეგრეა და როგორ, რომ თითქოს დღეს არჩევანია რეალიზებაში. ადრე არჩევანი არ იყო, მაგრამ ადრეც იყო ვიღაცა, აი მაგალითად ჩვენ როგორც ახსენე, რომ ვიღაცა მეომარი იყო, ხო, მეომარი მაგალითად გლეხი ვერ გახდებოდა. რაღაც კულტურებში საერთოდ ვერ გახდებოდა, მაგალითად ინდოეთში მეომარის ცალკე კასტა იყო, ხო, და ეს დაბალი ფენა მაგალითად მეომარი ვერ გახდებოდა.
და რეალურად სხვა კულტურებს წეგრე იყო. ხა თუ მაგალითად ადამიანი მიწათმოქმედებით იყო დაკავებული ან თქვათ მეჯოგებობით ან რაღაცა ის მეომარი ვერ გახდებოდა. ასევე ვერ გახდებოდა სასულიერო პირი, წერა-კითხვა, იმიტომ რომ წერა-კითხვა არ ეცოდინებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად განსაზღვრული იყო ოჯახიდან რა, ანუ ოჯახი განსაზღვრავდა მას და ეხლა თითქოს ეგრე არ არის, იმიტომ რომ აი რადგან ამაზე მიდგა საუბარი, შეიძლება იმის გახსენებაც, რომ დღეს ეგეთი ეპოქაა და კაი ხანია უკვე ეგეთი ეპოქაა, რომ ადამიანი მაგალითად საშუალო განათლებას რო ასრულებს და უმაღლესი განათლების მიღებას რო მიღების ასაკში რო შედის, იგი ფიქრობს, სად ჩააბაროს, ხო? ანუ რა განათლება მიიღოს. ეს რეალურად იმის შესაძლებლობაა, რომ ის იმ მიმართულებით რეალისტდეს. ოღონდ აქ რაღაც ბევრი კითხვები ისმება სინამდვილეში, რა. მე მაგალითად ერთხელ მქონდა ეგეთი შემთხვევა, ერთ იაპონელ კერამიკოსთან მქონდა კომუნიკაცია და რო გავიცანით ერთმანეთ რაღაცები ვისაუბრეთ და მე მითხრა რომ ჩემი ოჯახით კერამიკოსი ვარო რა. პატარა ქალაქი თქვა იაპონიიდან იქიდან ვარ და საერთოდ ჩემი გვარის დაფუძნებული არისო ის ქალაქიო რა. და ასეთი რაღაც მითხრა რომ მე-14 საუკუნიდან რაც ვიცითო, რაც ვიცითო თორე რაღაცები იქიდან მე უბრალოდ აღარ ვიცითო რა. მე-14 საუკუნიდან ჩემი ოჯახი კერამიკას აკეთებს. ხო და ეს ხვდები როგორი ტრადიციაა ეხლა და ის უკვე ეს ბიჭიც თავის დროზე კაცია ეხლა რა, ის უბრალოდ დაიბადა იმ ოჯახში, ხო? განესაზღვრა ეგრევე რა, რომ ესეც რა თქმა უნდა ის ოჯახის ტრადიცია არ უნდა გაწყვიტოს და ეს რაღაცნაირად ისეთი მომენტია, რომ მე შეიძლება თვითონ ძალიან კარგად ვღეროდა ეს ტიპი რა. რაც იმღერა. შეიძლება ბავშვობაში მომღერალი უნდა გავხდარი. მაგრამ იმდენი ისეთი წნეხი ექნებოდა თვითონაც, რომ ამას ვერ გადავიდა აშკარად ფაქტია და თვითონ ძალიან კარგი უკვე განსაზღვრული ოჯახის მიერ იყო უკვე განსაზღვრული. ჩვენთანაც ხო არის რითი რეალიზდება. კი, ჩვენთანაც არის სხვა ჩვენ კულტურაში ეგეთი რაღაცები. აი მაგალითად ვაზი. აი ვაზი ისეთი ფენომენამდეა საქართველოში აყვანილი, რომ ხომ სცენარია ვაზია რა. და მაგალითად შეიძლება ეხლა ვიღაცამ უცებ გადაწყვიტოს რომ თუ სადღაც ეზოში მაგალითად ვაშლის ხე აქვს რაღაცა ან ის ვაშლის ხე დაბერდა ხმება რაღაცა პრობლემად მოჭრის რა. და დარგავს შეიძლება ატამი დარგოს, ხო? მაგრამ ვაზზე ვერ იდოს ეგეც. ანუ ხო, შეიძლება ის ვაზი გადაჭრას და მაგრამ სხვა ვაზი სხვა ჯიში მოიყვანოს, მაგრამ ეგრე ძალიან გაუჭირდება რომ მიადგეს ახლა და ის ვაზი გაჩეხოს და იქ მაგალითად რაღაცა მიწის თხილი კი არა და რა ქვია, ზეთის ხილი ან რაღაცა სხვა კულტურა მოიყვანოს რა. იმიტომ რომ ფსიქიკაზე არის ეგ მიბმული რაღაცნაირად რა და იქ ანუ რეალიზდება ფაქტობრივად მაგით. ანუ უკვე განსაზღვრული აქვს რეალიზების ფორმა. ანუ სოციუმი უკვე აძლევს მას ფასეულობას, მის საქმიანობას. რაღაც ასაკში რომ მივა რაღაც ასაკის რომ გახდება, მან ეგრევე იცის რომ აი ეხლა მაგალითად მის წინ რა საშუალებები არის რა, რა შესაძლებლობები არის და აი ამ შესაძლებლობებიდან რაღაცას ირჩევს და სხვა შორის მაგაში ძალიან ადამიანი აი სხვა ყველაფერში შეიძლება ითქვას რომ ირაციონალურია ხშირად, მაგრამ ამ მიმართულებით სხვა შორის რაციონალურია ხოლმე. იმიტომ რომ კი არის ეგეთი ტიპები არსებობენ ადამიანების ეგეთი ტიპები რომ ვარდნას აკეთებს რა იმ ანუ მამამის ფაქტობრივად აი ესე რომ ხატოვნად ვთქვა რომ აი მამამ რაც დააბარა იმას არ აკეთებს. რაღაცა სხვა რაღაც კეთებას იწყებს რა. თითქოს მან აირჩია რაღაცა რომ აი და იმის კეთებას იწყებს, მაგრამ ეს რო გადავხედოთ აი ზოგადად ხო ძალიან იშვიათია რა. და აი ეს შესაძლებლობა რაც ეს ფაქტობრივად ხო 19-18 საუკუნეში დაიწყო ეს ადამიანის განთავისუფლება, ეს საფრანგეთის რევოლუცია რომ მოხდა ის მაგასთან არის ყველაფერი დაკავშირებული, რომ ადამიანმა იმ მოვლენების შემდეგ აი ამის უფლებებისთვისაც იბრძოლა. და მერე უკვე აი ჩვენთანაც მოხდა ეს რევოლუცია
ჩვენთანაც მე საბჭოთა კავშირის მეშვეობით მანამდეც რა თქმა უნდა ეს რესპუბლიკა იყო რაღაცა ძლებია მიმართულებით და მე საბჭოთა კავშირისაც ეს აწყობდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იგივე იდეოლოგიის გამტარი იყო ისიც და ადამიანებს მისცა საყოველთაო განათლების უფლება და საყოველთაო განათლების უფლება უკვე მაგას ნიშნავს, რომ შეიძლება ავდგე და რაღაც ინჟინერი გავხდე, რაღაცა ის გავხდე, ის გავხდე. მაგრამ აი დილემა ის არის რა, რომ შესაძლებელი არის ანუ ეგ რეალობაა მართლა რომ აი მართლა თავისუფალი ვარ რაღაც ასაკში არჩევანი რო გავაკეთო აი ამის თუ მაინც განსაზღვრულია. ხო, ანუ საინტერესო კითხვა ახლა სწორად მაგაზე დავფიქრდეთ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რაღაცა ტრადიცია, როდესაც მოყვება ოჯახს, როგორც იმ იაპონელის შემთხვევაში, ადვილად შეუძლია თვითრეალიზაციის ეგ ფორმა გამოიყენოს. მაგრამ არიან როგორც აღნიშნე ვიღაცები, ვინც რაღაცა თავისას ეძებს და აი საკითხავი ის არის, რომ რამდენად ღირს რაღაცა ახალი ველოსიპედის გამოგონება და შეიძლება ჯობდეს მიყვე იმ ფორმას რეალიზების, რომელიც უკვე გაკვალულია და შენ იქ დაამატო. ანუ იმ საქმიანობაში რეალისტე და მაგრამ ეს უკვე უფრო ინდივიდუალური ტიპაჟიდან გამომდინარე დგება ეგ ინდივიდი, ხო, ინდივიდს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ოღონდ მე მაგალითად უფრო მაგეთ ვიხრები, აი მე რასაც ვაკვირდები, ხო? ტრადიციულისკენ ვიხრები. კი, იმიტომ რომ თუ კი რატო ვიხრები, იცი მაგით? კი, იმიტომ რომ იმდენად რთულია ინფორმაციის მიღება და იმდენად ძალიან დიდ ჩართულობას საჭიროებს, რომ თუ ოჯახიდან არის რაღაც ტრადიცია, ხო? ის ძალიან ბევრად 3-4 თავით წინ დგას იმასთან შედარებით. იმის დაკარგვა დასანანია და თან ანუ რეალიზების ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. რასაც ფაქტობრივად რაც არ უნდა მოკიდო ხელი ადამიანმა იმას კარგად თუ აკეთებ, ის გაძლევს რეალიზების საშუალებას. ვაზის მოყვანიდან დაწყებული ქოთნების გაკეთებით დამთავრებული. კი ბატონო. ხო? და მით უმეტეს, როდესაც უკვე გარკვეულია, რომ სოციუმი ამას კარგად აფასებს. კი. ხო, ანუ სანერვიულო არ აქვს. არა, ნამდვილად სანერვიულო კი ეგრეა. კი. უბრალოდ მაინც გარკვეული ტიპაჟიდან გამომდინარე, ზოგს უჩდება ეს რაღაცა სხვა მიმართულებით მოძრაობის სურვილი და თუ ძალიან ძლიერი ანტაგონიზმი აქვს იმისადმი, რასაც აკეთებს ამ ტრადიციას, მაშინ გააფუჭებს პირიქით. სამწუხაროდ შეიძლება პირიქით მოხდეს და ჯობს არაგენეტიკური შვილი გაყვეს ამ საქმეს. შეიძლება ჯობდეს სხვა გაყვეს, იმიტომ რომ აი მაგალითად ხელოვნებაში ხატრები რო იყვნენ, ხო, სკოლა იყო იქ ხო არ იყო ის რომ მაგალითად ლეონარდოს შვილი იქნებოდა კაი მხატვარი იმის შვილი. არა. არ იყო ესა. მაგრამ იქ იყო სხვა შორის რა იყო, იცი? რამაც ფაქტობრივად ეგ ჩაანაცვლა, ასე ვთქვათ რა. ანუ იყო ასეთი ფორმა. ფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? ფორმა იყო ასეთი, რომ ხატვარი, ვინც ძირითადად თან ყველა ესეთი წარმატებული ხატვარი, რა თქმა უნდა, აკეთებდა ძალიან დიდ ნამუშევრებს რა, ზომაში და მოცულობაში რა. ეს შეიძლება ყოფილიყო ძალიან დიდი ფიზიკურად არა, მაგრამ რაოდენობრივად ყოფილიყო ძალიან ბევრი. ამიტომ ყველა სჭირდებოდა შეგირდი. აი ესეთი ტიპი მონოტიპი მაგალითად რო ვიღაცა დარბოდა და რაღაცებს აკეთებდა, ეგეთი რაღაცა არის უკვე მე-20 საუკუნეში, მე-19-ის ბოლო, მე-20-ში ჩდებიან ეგეთი მხატვრები რა. ადრინდელი მხატვრები არიან ისეთი ტიპები, რომ ისინი ყავს ძალიან ბევრი შეგირდები რა. და ეს შეგირდები ცხოვრობენ მასთან ერთად. ანუ რეალურად მოსწავლეებია. ფაქტობრივად ერთი ოჯახია, დაჟე მოსწავლეც არ ქვია, მაგრამ მოსწავლე ქვია, აი დღევანდელი ფორმაში რაც არის რა, არსებობს. ასე ვთქვათ, მასწავლებელი და მოსწავლე და კომუნიკაცია. და იქ უკვე რაღაც სხვა ფორმაში გადა, იქ ფაქტობრივად ოჯახია უკვე, იმიტომ რომ ის ოსტატთან ეს შეგირდი, იმასთან მხატვართან, ფაქტობრივად იქ ცხოვრობს, ჩვეულებრივად, იმას სვავს, იმას ჭამს, ასეც ეს მხატვარი, მასწავლებელი შვება, ჭამს და
იყენებს ცხოვრებისთვის და იმას აკეთებს თან, რასაც ის ფაქტობრივად იმის შეკვეთებს, ის კეთებაში ეხმარება ამას. და რაშულებია რა, ის რამდენიმე წელი და დიდი ხანი ცხოვრობდა ხოლმე. და ეხლა მაგალითად იგივე ლეონარდო რო თავის მასწავლებელთან იჯდებოდა. ის ანგელოზებიც რო დახატური. ხო, და ეგ ყველა ეგრე. მაშინ ეგეთი ფორმა იყო და მაგან შესაძლებელი გახადა რომ ეს ოჯახებზე არ გადასულიყო, ფაქტობრივად აი კომუნებივით იქნებოდა აუძინების პერიოდში და ეგ მერე გამონაკლისი, ანუ ფაქტიურად ეგ მოცემულობა შეცვალა. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა აი მაგალითად კალენდარი ვინც გააკეთა პირველად შუმერები იყვნენ ჩვენ ვინც ვიცით ახლა ჩინელებსაც კი ქონდათ იქ რაღაც აქვთ თავიანთი რაღაც მაგრამ მე მგონი დათარიღებული ყველაზე ძველად შუმერული არსებობს რა და კალენდარი უკვე ისეთი რთული ფენომენია რომ ეგრევე გასაგებია აი თუ ოდნავ მაინც ჩახედულია რაც მაგ საქმეში ეგრევე მიხვდება რომ ვინც ამის თვლა დაიწყო ერთი კაცი ბოლოში ვერ გავიდება არ ცხოვრობს ადამიანი მაგდენ ხანს რა უბრალოდ რა რომ ეს ციკლები დაინახოს რა ეს იმდენად უცნაური რაღაც იქნებოდა თავის დროზე რომ წარმოვიდგინოთ რომ ანუ ვიღაცა კაცი ვინც ეს დაიწყო ეს ტიპი იმან რაღაც გააკეთა მე ამისმა იმან რა ქვია გამგზელებელმა მე კიდე და რაღაცა თაობაში უკვე ციკლი შეიკრებოდა რა რომელიღაცა უკვე მე-10 ან მე-15 ან მე-20 თაობა, აი ამას დაინახავდა ამის სრულ სურათს და შეკრავდა რა. ხო და ეს ტრადიცია ეს ვაჭრობის მოსაზრებები არსებობს, რომ იქაც მაშინაც ოჯახებით იყოს. ანუ ვიღაცა იყო ეს ვარსკვლავთ რიცხველი ერქვა თუ რა ერქვა, არ ვიცით მაშინ იმ ადამიანს. ხო და ფაქტობრივად მთელი საგვარეულო ჩართული რეალიზდებოდა, ანუ აი ამ ფორმაში რეალიზდებოდა. ხო, ინდოეთშიც რო არის კლდეში რო არის გამოქანდაკებული მონასტერი. კი. მაგას რამდენიმე თაობა აკეთებდნენ. რა თქმა უნდა. ხო, ადრე სხვანაირი შეხება, ანუ სხვანაირი აღქმა იყო დროის რა. სხვა შორის საინტერესო რა არის, ხო ყველაფერი დაჩქარდა დღეს. და ხო ყველაფერი ისეა რა, ფორსირებულად ხდება რა. აი ამ სპექტრიდან, აი ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, სხვა შორის აი ამ თვალსაზრისით შენელებულია. იმიტომ რომ ადრინდელი ადამიანი უკვე რეალიზებას იწყებდა სადღაც 12-13 წლის ასაკიდან. იმიტომ რომ აი ოდნავ ფიზიკური ზალა რო მიეცემოდა და რაღაც ის შნორო ექნებოდა საკეთებლად, ოჯახი უკვე აბავდა რა ამ საქმეში. და შთავდა ამაში და იმიტომ რომ მაშინ დიდად უფრო ადრე ითვლებოდა რეალურად. კი, ეგეც და მაგითო და დღეს 13 წლის ბავშვს რო ეკითხები რომ აბა რა უნდა გააკეთო რაღაცა ჯერ გონია რომ 15 წელი კიდე აქვს წინ და მართლა კი. მე მაგალითად ვიცნობ ისეთ ადამიანებს მაქვს ესეთი ანუ ეს ადამიანებთან კომუნიკაცია რომ ეხლაც კი არ აქვთ გადაწყვეტილი ასე ვთქვათ აი რაღაცა ჩემზე ცოტა პატარები ჩემზე ცოტა დიდები და ეგ ოღონდ რეალობა აი გამე უცნაური არ არის იმიტომ რომ მართლა არის დღეს ეგეთი ეპოქა რომ შეიძლება მართლა რომ ვიღაცამ 60 წლის ტიპმა წლის კი არის ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხო ანუ სავარაუდოდ ძალიან დიდი ხანი ქონდა სურვილი პრეზიდენტი. კი, ისეთი ტიპია, რომ სავარაუდოდ თვით რეალიზაციის ძალიან დიდი მოთხოვნა. თან თავისი ტიპაჟიდან რა ტიპაჟიც არის გამომდინარე და 70 წლის შემდეგ გახდა. ხო, პირველად რამდენი წლის იყო რომ გახდა? 70 გაცილებული. მაშინ გახდა პირველად და თან მერე ხო წააგო მაინც მე კიდე არ დანა მეორე ვადისთვის უკვე რა ასაკში კიდე რამდენი ძალისხმევა დახარჯა და ახლა კიდე ცდილობს თვითრეალიზებას. ანუ მუდმივად მის საუბრებში იგრძნობა მისი პიროვნული ეს რაღაცა ძლიერი მოთხოვნილება თვითრეალიზაციის. თან მან კაი მაგალითი მოიყვანა შენ. თან იმიტომ არის კაი მაგალითი რომ შეიძლება სხვასაც არის სხვასაც აქვს სული, მაგრამ ეს ხო თან ისეთი მაგალითია რომ სადაც შეძლო და მიიღო ეს. მაგრამ როდესაც აი ესე ძლიერი ჟინი აქვს და რაღაცა მას ფორმას მოძებნის
იქ მაქსიმალურად ცდილობს. აი ხელოსანიც რო იყოს მაგალითად და აკეთებს მაგიდას, სკამს, რაღაცა. როდესაც ეგეთი შინაგანი мотиваცია აქვს ადამიანს, ის იქაც მაქსიმალურად ცდილობს რეალისტეს და იმას არ უშვებს, რომ მისი შემოქმედება ამ შემთხვევაში რაც არის, ის არ იყოს საუკეთესო. ანუ და ეგ კარგი თვისებაა. თუ შენ და თვითრეალიზებას სწორი ფორმით ცდილობ. კი ბატონო. მაგრამ არის მაგალითად მერე ცუდი ფორმებიც. კი, არის ცუდი ფორმებიც კი. მაგრამ სანამ ცუდ ფორმებს შევეხებით თვითრეალიზაციის, ასაკზე რო ვილაპარაკოთ, აი დღეს თქვით რომ აი მაგალითად არის ისეთი რომ ზოგი მოხუცებულობაში აღწევს დღეს და ადრე კიდე ძალიან დაბალ ასაკში იწყებოდა. აი რეალურად როდის უნდა ეცადოს ადამიანი იმას რომ თვითრეალიზაციაზე დაფიქრდეს სერიოზულად. დღევანდელი ეპოქიდან გამომდინარე რომ გავცეთ ამას. აი როდესაც სიამოვნებაში ინსტინქტის დონეზე არის, ეს არ არის აუცილებლად გაცნობიერებული. ბავშვიც კი, სულ პატარა რომ საბავშვო ბაღშიც კი ისიც თვითრეალიზებას ცდილობს სოციუმში თავისი როლი იპოვოს და კი, მაგრამ მე რას გულისხმობ, იცი? როდესაც ცნობიერი უნვითარდება, მაშინ უნდა დაიწყოს ფიქრი, რამდენად შეესაბამება მისი პიროვნება იმას, რაც უნდა. კი. ხო, აი მაგალითად. ხო და აი რომელი ასაკია ოპტიმალური. იცი რას გულისხმობ, აი უფრო კონკრეტულად ავხსნი. მაგალითად არის ეგეთი ასაკი, როდესაც ბავშვი არის მოთამაშე, თამაშობს რა. და სხვა შორის ეს თამაში არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ეს არის რაღაცა ბავშვი უტვინოა რა, მაგიტო თამაშობს. ეს არასწორი შეფასებაა მოვლენის რა. იმიტომ რომ ეგ თამაში უფრო რაოდენობრივად მაგ თამაშის დროს უფრო მეტ რაღაცას იგებს, მე დანარჩენი მთელი ცხოვრება რა. უბრალოდ მაშინ შემეცნების ეგეთი ფორმა აქვს არჩეული. რომ თამაშით შეიმეცნებს რა. სხვა უნარები არ აქვს. და აი რადგან ნოლიდან იწყებს, ხო, ძალიან დიდ რაოდენობას იმეცნებს. მერე გადადის ისეთ ასაკში, როდესაც უკვე თამაშს ვერ ვარქმევთ, უკვე სწავლობს რა. სკოლაში დადის რაღაცას რაღაც. მაგრამ ჯერ მაინც იმ მდგომარეობაში არ არის შესული, რომ მან თავისი მთლიანი რესურსები ცნობიერად, რაციონალურად დაუთმოს რაღაცის შესწავლას. და რაღაც ასაკში, სადღაც ალბათ აი 14-15 წლიდან უკვე ბავშვს შეუძლია, ადამიანს შეუძლია, რომ აი მობილიზდეს და იმდენად სწავლაზე კონცენტრირება მოახდინოს, რომ აი რო შეხედავ, ან რო დაელაპარაკებიან, თქვათ, რომ დაინახავან მის ქმედების უმრავლესობა ნაწილს, რომ დააკვირდები, აი და მე რო დაახასიათო ეს ადამიანი აი ახლა რაც წარმოადგენს, ხო? შეიძლება ერთხმად აი ცალსახად თქვა, რომ ეს ადამიანი ახლა სწავლობს, ხო? მაგრამ აი რაღაც ეტაპზე მე მაგალითად იგივე პროცედურა რო ჩაატარო იმ ადამიანზე, რომ დააკვირდე, დაელაპარაკო რაღაცა და რო კითხვა ეხლა რას აკეთებს, მე შეიძლება თქვა, რომ აი ეხლა მაგალითად მუშაობს. ხო და აი რეალიზაციის, ანუ ათვისების, ანუ საკუთარი თავის გამოვლენის ასპექტში გულისხმობ. მე როდესაც უკვე სწავლას იწყებს რა, აქტიურად მოსწავლე ხდება, მაშინ ადამიანი ანუ როგორ გადაწყვეტილებას იღებს, რომ მე ახლა იმიტომ ვსწავლობ, რომ მე რეალისტე რა, აი ამ ჩემი ნასწავლით მოვახდინო მე რაღაც ასაკში რეალიზება, ვიმუშაო რა, მარტივად რო ვთქვა, რაღაცა შდოვლათი შევქმნა რაღაცა ჩემი ფიზიკური შრომით, ან ინტელექტუალური შრომით, ან თუ სპორტსმენია მაგალითად ასპარეზობით და მე ეს უკვე დაკონვერტირდეს რეალიზებაში რა. ხო და აი ეგ ხო რაღაც ასაკი აქვს. კი, ჩვენთან მაგალითად ეხლა აი ჩვენი სოციუმი რო ვთქვათ, ხო? რო შევხედოთ. ეგ ცოტა ის არის, რა ქვია. განუსაზღვრელი. ხო, ყარი არ არის, განუსაზღვრელი. კი, იმიტომ რომ შეხვდები მაგალითად ადამიანს, რომელიც საკმაოდ დაბალ ასაკში თვითონ მოახერხა უბრალოდ ეგეთი ტიპი აქვს და რომ თვითონ მოახერხა რომ არის უფრო მეტად ორიენტირებული იმაზე, რომ რაღაც ცოდნა მიიღოს
და ნახავ 22, 23, 25 წლის ადამიანს და არაფერი მაგ მიმართულებით ნაბიჯიც კი არაა გადადგმული რა. ხო და რაღაც ოპტიმალური ასაკი იარსებებს სინამდვილეში. ეგრე არ იქნება, რომ დაბალ ასაკში აი უკვე როდესაც ის ასაკი უდგება, აი სკოლის დამთავრებისკენ ნელ-ნელა მიდის ბავშვი. და რამდენიმე წელიწადში სკოლა დაამთავროს. ამ შემთხვევაში თვითონ იშვიათად არის, რომ აი განსაზღვრება მე მინდა აი რაღაცა კონკრეტული და იმას მიყვება. ეგეთი შემთხვევებიც არის, მაგრამ უფრო იშვიათია. ბევრად ხშირია, რომ უჭირს განსაზღვრა. იმიტომ რომ რთული გარემოა, რთული, ბევრი არჩევანია და შესაძლებლობები სად რა არის, არ იცის. ამ შემთხვევაში მშობელი იქნება თუ მასწავლებელი იქნება, უნდა შეეცადოს მაქსიმალურად დაეხმაროს და აუხსნას სად რა შესაძლებლობებია, სად რა სირთულეებია. კი ბატონო. და თუ იმასაც მოახერხებს ამ ბავშვს რაღაცა ძლიერი მხარეები რა აქვს, ეგ უთხრას, რომ მან მიმართულება მისცეს. ხო, მან რომ რაღაცები შეამოწმოს, რა შეუძლია, რა მოსწონს, რა არ მოსწონს, სად მოახერხებს, იმიტომ რომ ერთის მხრივ შეიძლება რაღაცა მიმართულება გარკვეულ რეალიზების საშუალებას გაძლევდეს, მაგრამ იმდენად რთული იყოს პიროვნებისთვის ამის მუდმივად კეთება და მიყოლა იმ საქმეზე, რომ შემდეგ შეიძლება რაღაც დეპრესიაც გამოიწვიოს. კი. აი, იცი კიდე რა შეიძლება, აი, ასე ვთქვათ, გავიხსენოთ და აღნიშნოთ იმისთვის, რომ რა შეიძლება გამოიწვიოს ინტერესი რა. აი, მაგალითად, მშობელს შეუძლია შვილს მაგალითად რაღაც ასაკში ისეთი რაღაცები აჩვენოს, რომელიც იმ ბავშვში გამოიწვევს ისეთ ინტერესს, რომ მაგალითად მე ის ინტერესი განუსაზღვრავს მას ან პროფესიას, ან რა ვიცი, ინტერესებს, ჰობი შეიძლება გახდეს და პროფესია არა, მაგრამ რაღაცა მოდებაში მოვიდეს რა. იმიტომ რომ როგორი რაღაცაა, იცი? დღევანდელი ცივილიზაცია ხო ისეთია, რომ ძალიან ღრმა ფესვები აქვს უკვე რა. იმიტომ რომ წყვეტა უკვე ძალიან ის აღარ გვაქვს, რა ქვია. საკმაოდ ბევრი დრო დაგროვდა რა და პატარ-პატარა აგურებით არის ნაშენები რა და ბევრი რაღაც ჩანს ძალიან რა. და თუ მაგალითად მშობელმა შვილს თავის დროზე აჩვენა რაღაცა პრეზენტაცია გაუკეთა, თან ამას აქვს მნიშვნელობა, რომ რაღაცნაირად ეს საინტერესო უნდა იყოს რა იმ ბავშვისთვის. იმან შეიძლება იმხელა ის გამოიწვიოს მასში, იმხელა კვალი დატოვოს, რომ მე მიყვეს ამას და შეიძლება პროფესიონალი გახდეს იმ საკითხის რა. და მაგალითად მაგ მიმართულებით ძალიან სულ დროს ასრულებს დღევანდელი მაგალითად ინტერნეტის ზედაპირული ინფორმაციის მიღება რა. იმიტომ რომ როგორი რაღაცაა, იცი? მე მგონი რა ვიცი ადრე მაქვს ნათქვამი ერთი ეგეთი მწერალი არსებობდა. ეგეთი წიგნი დაწერა, ერთგანზომილებიანი ადამიანი ქვია რა, მარკუზე. და მას აქვს აღწერილი, ანუ გაკრიტიკებული აქვს თანამედროვე ადამიანი იმ თვალსაზრისით, რომ აი მოშორდა ის რაღაცა სიღრმე ადამიანებს, რომელიც სიღრმეც აიძულებდა ან ყოველ შემთხვევაში მიზეზი გახდებოდა იმისა, რომ რაღაც საქმეში, რაღაც პროფესიაში შესულიყო რა. და ანუ ორგანზომილებიანი იმას ქვია, რომ რაღაცაში უფრო მეტად ხარ და რაღაცა შენთანითად კიდე რაღაცა არსებობს და იმასაც იკვლევ რა და აი როდესაც ერთგანზომილებიანია, იქ აღარაფერი აღარ არის საკვლევი, აღარაფერი აღარ არის საინტერესო და შესაბამისად უკვე რაღაც ისეთ ასაკშიც რომ შედის ადამიანი, რომ სწორად უნდა რეალისტდეს. არაფერი არ აქვს გარშემო რა და იწყებს სხვათა შორის მე იწყებს ზედაპირულ რაღაცებს ეძებს და იმით უნდა რომ რაღაცას მიაღწიოს რა და სხვათა შორის ესეც ისეთი ტიპის პრობლემაა რა, აი მაგალითად არსებობდა კულტურები, რომლებიც ამას გადაყვა საერთოდ
და არსებობს კულტურები პირიქით, რომელიც აი ესეთ გარემოში და ესეთ ტურბულენტულ სიტუაციაში პირიქით რაღაცა ახალ სიმაღლეებზე გავიდა რა. ისე აი ზეგან რომ ამბობდი ასე გამახსენებ შობლის როლიც ერთ-ერთი რეალიზების ფორმაა, როგორც მასწავლებელი, როგორც მწვრთნელი. და საკმაოდ მნიშვნელოვანი როლია სამყაროში. ეს და ამ მიმართულებითაც შეიძლება ვიღაცა რეალისტეს, ანუ პირველ ეტაპზე რაღაცა ისწავლოს, შეიძლება იმ სიმაღლეებს ვერ მიაღწიოს, რა სიმაღლეებსაც მისი შვილი იქნება, მისი მოსწავლე იქნება თუ მისი გაწვრთნილი სპორტსმენი ის მიაღწევს და ის ამითიც შეიძლება რეალისტეს. ამ შემთხვევაში ეს ყველა დადებითი ფორმებია. კი, აი ხო, არის ასევე უარყოფითი, ხო, აი უარყოფითი ფორმები როდის არის? აი მაგალითად, როდესაც დადებით ასპექტებში ვერ ახერხებს ადამიანი თვითრეალიზაციას და იმის გამო რომ სოციუმში რაღაც ადგილი ვერ იპოვა, შეიძლება კრიმინალური ცხოვრებით დაიწყოს ცხოვრება და იქ ეცადოს რეალიზება. კი ბატონო. და არის შემთხვევები საკმაოდ გონიერი ადამიანები კრიმინალური მიმართულებით წასულა, იმიტომ რომ იქ კარგად რეალიზდნენ თავიანთი უნარების გამო. კი ბატონო. და სამწუხაროდ ცუდი მეტი გააკეთეს ამ თავისი უნარიდან გამომდინარე. კი, იმიტომ რომ უნარებიანი ადამიანი. კი, იმიტომ რომ უნარებიანი ადამიანია და კიდევ რაღაცა ფორმები არის, რომელსაც საზოგადოება აძლევს დაფასებას, წინა გადაცემაშიც რო ლაპარაკობდით. ოღონდ სინამდვილეში არ ვარგა. აი მაგალითად ვიღაცა რო რეალიზდება სოციალურ ქსელში ეროტიკული კონტენტით, ხო, არ ვარგა ეს. კი ის რაღაც მოწონებები რაღაცები აქვს, მაგრამ ეგ არ არის სწორი ფორმა. სინამდვილეში მაგას მაინც დადებითი შეფასება არ აქვს. და ილუზიაში იმყოფება. კი ბატონო. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეს. ყველა სად არის კარგი ფორმა, სად არის. მაგრამ ეგ იოლია რა. და ძალიან დიდი ის არის რა ქვია, ცნუნება, რადგან იოლია და ჯერ ერთი იოლია, მე კიდე პირდაპირ ფულთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ დღეს უკვე სპეციალური საიტები არსებობს მაგისთვის, რომ თუ მაგალითად იმ საიტებზე რაღაცა მიაბავ რაღაცა საბანკო ანგარის რაღაცას ვიდეოს დადები და გაბლარულია, ფულს გადაიხდი და მე ვიღაცა შეუძლია ნახვა რა და ძალიან იული ფულის შრომის საშუალებაა რა და ის არის რა ქვია, მაგრამ ცნუნებაა ძალიან დიდი. სხვა შორის მაგან კიდე რა გამოიწვია, იცი, აი ამას წინათ ჩემს მეგობართან საუბრობდი ერთხელ იმაზე, რომ ის აინტერესებდა რა. უბრალოდ იმას მეუბნებოდა, რომ აი ახალი თაობაო ძალიან ისეთია რა. სამსახურში ვერ არ ინტერესდებიანო სამსახურითო რა. ხო და იმას მეუბნებოდა, რომ აი ჩვენო გახსოვს ჩვენ რომ მაგ პატარები ვიყავითო რა, აი 20 წლის ან 22 წლის რაღაცა, აი ნებისმიერ რაღაცაზე წახვიდოდიო და იმუშავებდიო რა რაღაცა, მანძილზე დილით ადრე ადგებოდი, ბევრს იმუშავებდი. ეგ არ იყო რა პრობლემაო რა. კი მე ვთქვი ჩვენ ეგრე ვიყავით ხო რაღაც პერიოდი იყო მეთქი რაღაც ისეთი თქო და ხო და ეხლა ეგრე აღარ არის. ხო და მე თვითონვე მითხრა თავის მოსაზრება რა და მე დავეთანხმე რა მე მგონი მართლა ეგრეა. იმიტომ აღარ არის რომ რეალობა რანაირი გახდა იცი? თუ კი მაგალითად ადრინდელი ადამიანი ელემენტარულად აი სამსახურსაც და ხელფასსაც რაღაც ხელფასს აი რაღაც მოდელი ქონდა თავში რა რომ აი მოდელით უნდა ვიმოძრავ რა. ეხლა ეგ მოდელი შეიცვალა და მოერგო რა თქმა უნდა იმ რეალობას რა რეალობაც დადგა დღეს. და დღეს ხო აბსოლუტურად სხვანაირი რეალობაა. აი ამ იმითი რა ქვია გამარტივებული კომუნიკაციებით
შეიძლება ნებისმიერ ადამიანმა ასაკის რა თქმა უნდა ხა ბავშვი არა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდამ შეიძლება ჩინეთიდან ჩამოიტანოს რაღაცა ნივთები და გაყიდოს საქართველოში. და ის ეგეთი ტიპი მაგას რომ გააკეთებს, არავითარ შემთხვევაში 1000 ლარად და 1500 ლარად აღარ დაგიჯდება ოფისში დილიდან იმამდე საღამომდე და შენ რაღაცა ბრძანებებს და ტვინის ბურბას აღარ მოусმენს რა. და წავა და ისე რაღაცას ჩამოიტანს რაღაც ტაობაოდან რა ვიცი რაღაც საიდიდან რაღაცა და გაყიდის ამას და მეც იშოვოს. შეიძლება მეტი არც იშოვოს, მაგრამ თავისუფლების ხარისხი მეტი ექნება და ეგ ურჩევნია რა. და შენ გახარ აქ მერე და გიждები რომ ეს რას აკეთებს, რატო არ არის ისეთი მეუღლე ის სამსახური მას თვითრეალიზაციის საშუალებას არ აძლევს, სადაც მუშაობს, ან მარტო ფულისთვის მუშაობს და შემდეგ ეგ ფული უნდა თვითრეალიზაციისთვის. მაშინ რა თქმა უნდა უკმაყოფილო იქნება ის და რაღაცა სხვა საშუალებების ძებნას დაიწყებს. შეიძლება ხა ვერ მოძებნოს, მაგრამ თუ აი თუნდაც ილუზია შეექმნა რომ მოძებნის, მაშინ თავისთავად იმ სამსახურს ფაქტობრივად ნელ-ნელა გააფუჭებს იქ საქმეს. კი, რა თქმა უნდა. და ამიტომ ეს სოციალური ქსელების განვითარება და მით უმეტეს პროპაგანდა რომელიც მიდის სოციქსელებში ზუსტად თვითრეალიზაციასთან დაკავშირებით იმ განწყობას ქმნის რომ შენ ვიღაცას არ უნდა ემსახურო და ამიტომ სამსახური არ ვარგა. ძალიან ბევრი რაღაც ამ იდეებს აჟღერებს. არ და მსახურება არ იგეც ხო? ხო. მომხარებელი თუ იმასაც ყავს რა. ხო და ამიტომ მაინც აი როდესაც იმას აქშია უკვე რაღაცა ასარჩევი აქვს ადამიანს და უნდა აირჩიოს ისეთი საქმე, რომელიც თვითრეალიზების საშუალებასაც მისცემს და ამავე დროს მისცემს საშუალებას ფინანსური უზრუნველყოფაც მოახდინოს თავისი ცხოვრების. კარგად არის დასაფიქრებელი და ამაში უნდა დაეხმარონ უფროსები და შემდეგ მნიშვნელოვანი არის დიდი ძალისხმევა დაახარჯოს იმას რომ მართლა მიაღწიოს რაღაცას და მერე უკავშირი შედეგიც ექნება. ანუ სამყაროც ადეკვატურად უპასუხებს მას. როდესაც ის თავის წვრილ საქმეს გააკეთებს. და ის იდეები რომ რაღაცა უშრომელად და არაფრით უნდათ ფულის შოვნაც, სახელიც გაითქვან, რაღაცა საერთო ჯამში ეგ არ იძლევა გლობალური გადმოსახედიდან კარგ შედეგს. ეგ მიდგომები ზოგადად აფუჭებს საქმეს და ის რაღაცა მითები, რომ აი ვიღაცამ უცებ არავინ არ იყო და უცებ რაღაცა ილონ მასკი გახდა. ხო, უცებ ილონ მასკი გახდა, იქნება არავინ არ იყო და შემთხვევით გახდა ილონ მასკი. ხო, ეს ხო რაღაც პროპაგანდა. ილონ მასკი მაგიტომაც არის ტრილიონერი უკვე, რომ აი ეგეთები მაგ ჭკუაზე ბევრი ადამიანი დააყენა რა. რაც შორის ეგეც არის, მაგის ერთ-ერთი მიზეზი ეგეც. ხო და რეალურად კიდე სულ სხვანაირად მუშაობს. მან ერთი ძალიან დიდი ნაკლი აქვს მაგას რა. ასევე რომელიც არ ვიცი ხა ამ დონეზე არის თუ არა, ეს შეიძლება საკამათო იყოს გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თითოეული ადამიანის ინიციატივა მე თუ ეს მრავლობითში გადავიდა შეიძლება რაღაცა ისიც კი გახდეს რა ქვია. მნიშვნელოვანიც კი გახდეს რა. და ეს არის როგორი რაღაცა, იცი? საქართველოს ისეთ მდგომარეობაში შევიდა, აი მაგ თვალსაზრისით რა, ანუ რეალიზაციის მიმართულებები არის გახდა მხოლოდ დავიდა იქამდე რომ უნდა ივაჭრო. რაღაცა უნდა გაყიდო, რაღაცა უნდა მოიტანო და რაღაცა უნდა გაყიდო. თან როგორი რაღაც უნდა გაყიდო, იცი? რაც არ რჩება, გამოყენებადია და გაცვეთადია და ჩეჭმადია და ეგეთი რაღაცა რა.
ანუ ფაქტობრივად არის ისა რა ქვია, ხვრელი არა, რომელსაც ძირი არ აქვს. რაღაცა ზაგდებს იქნით და ვარდება რა. და მიდის და ამიტომ არის რომ დოვლათის შექმნის პრობლემაც არის. რა დოვლათი ვერ იქნება. აერთმა შეიქმნას დოვლათი, როდესაც მაგალითად ვიღაცა ტიპი დიდრდება იმით რომ სიტყვაზე ავწი რა, შარვალი შემოაქვს რაღაცა ან თურქეთიდან ან საიდანაც და ყიდის და შარვალი მე იხევა რაც. იგასაკებია რომ აქ არის მომხმარებელი მაგის, მაგრამ იხევა და ვაგდებთ მე მაგას, ხო? ხო და აი თუ მაგალითად ისეთი რაღაცის რეალიზებით იქნება დაკავებული, ან თავის ისეთ რაღაცაში დაინახავს რომ მაგალითად რაღაც დოვლათი შეიქმნას, გაცილებით ქვეყანასაც წაადგება და რა თქმა უნდა თავსაც წაადგება რა. ხო, ამ შემთხვევაში აი დოვლათი რა არის და ეგ საინტერესო თემა იმითიც არის რომ ვიღაცები რომ დიდრდებიან და სინამდვილეში დოვლათს არ ქმნიან, დოვლათი რა არის? მართლა რაღაცა ღირებული პროდუქტი იქნება თუ რაღაცა ნაწარმი, ნებისმიერი რაღაცა, ნებისმიერი რა, რომელიც ან გაყიდი შენ საზღვარგარეთ, ან აქ რო აწარმოებ მართლა რაღაცას, ან აქ რო გაქვს, ეგ მაგას აქ უგებ, აი მაგალითად ეგეთი არის, აი ძალიან მარტივად, ეგეთი არის მაგალითად გზა. აი შენ რო გზა გაიყვანე სადღაც, ხო? ან ხიდი რო ააშენე სადღაც. ის ხიდი რომ მუშაობს, ანუ ვიღაცები რომ იყენებენ ამ ხიდს და მიდიან და რაღაც შეიძლება 100 წელი მუშაობს მაგ ხიდმა, ხო? ეგ ხიდი არის დოვლათი. მაგრამ შემოტანილი, არ ვიცი, რაღაც G-კლასის Mercedes-ი არ არის დოვლათი. მიუხედავად იმისა, რომ აქ დადის რა. აქ მოძრაობს, იმიტომ რომ ეგ არაფერს არ აი, კარგი მაგალითია. აი, არც არ და ვიღაცა ფული რო იშოვა, მისი თვითრეალიზაციის საშუალება ის უნდა იყოს, რომ იმ სოციუმს დოვლათი შეუქმნას. და შეიძლება ისეთი გზით იშოვა ფული, რომ ის დოვლათს არ ქმნის, მაგრამ ხო იშოვა შემდეგ ამის დახარჯვა თუ მოახერხა სწორი გზები და კარგი გზები და სოციუმისთვის სასარგებლო რაღაცებში, მაშინ უნდა მოხდეს მაგკაცის უფრო დაფასება. კი ბატონო. და ნუ რეალურად კარგი რეალიზაციის, თვითრეალიზაციის ფორმა არის ეგ. აი მაგალითად ბიზნესმენის იდეალური მოდელი რო წარმოვიდგინოთ, მე მგონი ერთ-ერთი მასეთი წარმომადგენელი იყო სარაჯიშვილი, რომელიც კონიაკს აწარმოებდა, ძალიან დიდი ფული იშოვა. ანუ ეს კონიაკი გადიოდა საზღვარგარეთ და იყიდებოდა, აქ შემოდიოდა ფული, შემდეგ ამ ფულს სოციალურად მნიშვნელოვან რაღაცებში აბანდებდა. მათ შორის ვიღაცების სწავლა-განათლებაში, რაღაცა დახმარებებში და ასე შემდეგ. კი. ანუ თუ არ არის მომხმარებელი ის ბიზნესმენი, ან თქვა თან ბიზნესმენთან დაკავშირებული ტიპი, ეგ ქმნის რეალურად დოვლათს რა. ხო, და ანუ რეალურად იმ ადამიანის თვითრეალიზაცია ძალიან კარგი ფორმით შესრულდა. კი ბატონო. ხო, ჩვენთან ეს ამაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ჩვენთან ამ მიმართულებით განსაკუთრებით აი ახალგაზრდებში არ ვიცი, აი როგორ იქნება, იმედი მაქვს, რომ რაღაცა ფორმას მიიღებს და იქნება რაღაცა, ასე ვთქვათ, კარგ ფორმას მიიღებს, მაგრამ ჯერჯერობით უფრო მეტი ტენდენცია არის, აი თავიდან რაზეც ვთქვით, რაც იოლია. და რაც მარტივად გაძლევს შედეგს რა. მაგაზე არის უფრო მეტად ჩვენთან ორიენტირებული ხალხი. რა თქმა უნდა, ყველგან ეგრე იქნება. ამას მაგის ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ ეხლა მაგალითად ბრიტანეთში სიტყვაზე არ არიან ეგეთი მაგით ახალგაზრდები დაკავებულები. რა თქმა უნდა, იქაც არიან, მაგრამ იქ მაგასთან ერთად სხვა რაღაცითაც არიან დაკავებულები. ჩვენთანაც არიან მადლობა უმეტს სხვა რაღაცით დაკავებულები, მაგრამ სასურველი იქნება რომ მეტი იყოს რა. ესე სახელმწიფომაც რაღაც თვალსაზრისით ხელი უნდა შეუწყოს ადამიანებს თვითრეალიზაციაში და აი როგორ.
მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, მოქანდაკე ის სოციალურად მნიშვნელოვან რაღაცას შეეჭიდა, მაგრამ პირველ ეტაპზე თუ სახელმწიფოს მხრიდან მას ხელშეწყობა არ აქვს, იმ გაგებით, რომ რაღაც იმართება, რაღაცა გინდა კონკურსები იყოს, გინდა სადაც მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, თავისი ნაშრომებს რაღაცა დაფასება კონდეს და შემდეგ მას გარკვეული ფინანსური უზრუნველყოფაც. ხო, საერთოდ არის დარგები, რომლებსაც ჭირდება, როგორ ვთქვა, ხელშეწყობა დაფინანსება. ხო, არის დარგები, რომლებსაც ეგ ნაკლებად ჭირდება, იმიტომ რომ თვითონ იმდენად, ასე ვთქვათ, ის არის, რა ქვია, სიცოცხლის უნარიანია, ხო? აი მაგალითად გამოყენებითი ხელოვნება ისეთია, რომ ნაკლებად თვითონ დააქვს მაგის უნარი, რომ გადარჩეს, რა, იმიტომ რომ მაგალითად ავეჯის დიზაინერი ადგება და ამ ავეჯს გაყიდის, რა, ყიდის ამ ავეჯს, იმიტომ რომ მომხმარებელი ძალიან ბევრი ამას და თავისავს გადაარჩენს. იგივე მაგალითად კერამიკოსი ახლა ვიღაცას სულ უნდა ვიღაცას, რომ ფინჯანი ქონდეს, ჭიქა ქონდეს, დოქი ქონდეს, რაღაც ქონდეს და რაღაც, იმიტომ იყენებს, რა, ცხოვრების, ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილებია ესე. რაც შეეხება ქანდაკებას, ქანდაკება რა თქმა უნდა ისეთი დარგია, რომ ცოტა ფუფუნებაა მაგ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ესე თითოეული მოქალაქე მას პირდაპირ ეს ირიბად შეიძლება რაღაცას ნახულობს ქალაქში კი, მაგრამ პირდაპირ მომხმარებელი მისი არ არის და რა თქმა უნდა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ესე ვთქვათ, ეს ამ დარგმა ზოგადად იარსებოს რა და თქვათ, როდესაც უკვე ადამიანი ჩამოყალიბებული მხატვარია და არსებობს აი სოციუმში, იმ სოციუმში რაღაცა ფორმა იარსებოს, რაღაცა ფორმამ რომ ამ ადამიანმა ამ პროფესიის წარმომადგენლობაში დარჩეს და იმიტომ რომ ის კი ერთის მხრივ თვითრეალიზაციას ახდენს ხელოვნებაში, მაგრამ მაინც ადამიანია და ბუხრების, აი მარტივად ვთქვათ, ბუხრების კეთებით არ უნდა ცხოვრობდეს რა. სასურველი იქნება, რომ ბუხრების კეთება არ მოუწიოს იმისათვის, რომ გადარჩეს ცოცხალი. იმიტომ რომ გინდა არ გინდა ფინანსები ჭირდება ყველას, თავი უნდა ირჩინოს. ხო, მაგრამ ეგ როგორი რაღაცაა, იცი? აი მაგაზე არის ხოლმე რა ბევრნაირი აზრი, მაგალითად ის აზრი არსებობს, რომ ხშირად შორს წავთ ახლა ამაზე ლაპარაკით, მაგრამ ცოტა ისე შეუდნავ შევეხები მაინც. არსებობს ეგეთი ტენდენციები თან ადამიანებში, ხალხში, საზოგადოებაში არსებობს, რომ რა დროს ეგ არის, როდესაც მაგალითად აი პირველადი პრობლემა არის მოსაგვარებელი. და ამაზრსაც აქვს ვიღაცისთვის არსებობის უფლება, მაგრამ იმიტომ იმას არ მიაჩნია, ასე ვთქვათ, ეს რა, პრიორიტეტად, მაგრამ მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ თუ კი ქვეყანა ვართ და ვართ აშკარად ქვეყანა და გვაქვს პრეტენზია, რომ ოპული ხალხი ვართ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ორი აზრი არ არსებობს, უნდა გქონდეს იმის თავი, რომ ანუ ვიღაც ადამიანები, ვინც გადაწყვიტეს, რომ ამ დარგში უნდა იმოვაწიონ, მათ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა, რომ დარჩნენ აქ პროფესიონალები. თვითრეალიზების საშუალება უნდა მიუწეთ იმითი, რომ ის ყველაფრით რა, რაც საჭირო, აღარ მინდა ჩამოთვლა, აბსოლუტურად ყველაფრით, ბევრი რამეა სოციალური საჭირო, ამისთვის მარტოა ერთი რაღაც კომპონენტი არ არის, ბევრი რაღაცაა და ყველაფრით უნდა იყოს, ყველაფრის საშუალება უნდა იყოს, რომ ამან თუ მეტეს ისეთ დარგებში, სადაც რეალურად გვაქვს სკოლაც, გვაქვს შედეგებიც, გვაქვს უნარები და გვაქვს იმის პოტენციალი, რომ მართლა რაღაც აი მაგალითად ერთი რაღაც გამახსენდა, ეხლა ერთი ეგეთი ადამიანი გავიცანი ადრე დაახლოებით ჩემ ხელა იყო, მე მგონი შეიძლება ოდნავ დიდი რა, არ მახსოვს თუ ჩემი ასაკის იყო და ჩემი თაობის იყო რა და იმან მითხრა ასეთი რაღაც, რომ გპ-ში მაქო დამთავრებულიო, ანუ ხიდის კონსტრუქტორი ვარ რა და მე ვთხარი საინტერესო, მართლა საინტერესო პროფესია რა და რაღაცა და ეგეთი რაღაც მითხრა, რომ ძალიან ცოტანი ვარ რა. ჩემი მასწავლებელიო ძალიან ხნიერი კაცია. რომელიც დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ დიდხანს ანუ აღარ ანუ ამდენი ხანი უნდა იცოცხლოს რა და ცოტანი ვარ ძალიან და
მაგრამ მსგავსი ტიპის პრობლემები არსებობს. მე ხარ თქმა უნდა მაგ იმაში არ ვიყავი ჩახედული და გამიკვირდა მოთხარი ეგრეა მეთქი კაცო საქმე და კიო მასიაო რა და რისი ბრალია მეთქი შენი აზრით თუ რა ხომ კაცი პროფესიონალია ამის წარმომადგენელია რა საინტერესოა ხო რაღაც აზრი აქვს რა და რა მითხრა იცი ხალხს არ აინტერესებს თვითონ მეც რომ მოვაბარებდიო მაშინ ხო იყო რაღაც ჯგუფიო და რაღაც და მარტო მე ჩავწერეო ისო რა ხო და ეგ ცოტა არ იყოს ისეთი რაღაცაა რომ იმის ბრალიც არის სინამდვილეში რომ ანუ დაიკლო რეალურად ეგეთი რაღაცების ინტერესი რა და რატო დაიკლო? იმიტომ დაიკლო რომ თვითონ ფუნქციურად რაღაცნაირად ისე ლაგდება რომ ანუ უკუგება არ აქვს კარგი რა აი მარტივად რო ვთქვათ უკუგება ანუ ხალხის ძირითადი ნაწილი ანუ ხალხისაც ხო იმას ფიქრობს რომ რაღაც უკუგება ამას როგორია რა და მაგ საქმეს არ აქვს უკუგება კარგი და დაიკლო მაგიტო რა ხო და მე რაღაც სხვა რაღაცებიც ცხადია ემატება მაგამოს რა ამ შემთხვევაში ეს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს რაღაცებში იყოს სწორი უკუგება. ოღონდ მე იმის თქმა მინდა რომ მარტო სახელმწიფო ვერ დაარეგულირებს. შენ ახლა მაგალითად თუ რაღაც არ გინდა, ხო? ძალით ახლა ვერავინ ვერ გაგდენის და ვერ გასწავლის მაგალითად რაღაცას რა. შენ თუნდაც ხო უნდა ერს თვითონ ხო ხალხს ხო უნდა კონდეს რაღაც ინტერესი. რაღაც ინტერესი თუ არა აქვს აი მაგალითად რა შეიძლება რომ გაკეთდეს მაგალითად შეიძლება ეგეთი რაღაც გაკეთდეს რომ უფასო იყოს სწავლა აი ეგეთი რაღაცა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს რომ აი რაღაცა მიმართულებით მაგალითად ხალხს ნაკლები აქვს ინტერესი და ეგ გჭირდება რა ეგ მიმართულება გჭირდება აი რა შეიძლება მოხდეს აი უფასო შეიძლება გახდეს უფასო თუ ეგ მიმართულება გჭირდება კი მაშინ მაგ მიმართულებაში ვინც პროფესიონალი გახდება იმას უნდა კონდეს კარგად რეალიზების საშუალება არა აი შეიძლება არ იყოს რეალიზაციის საშუალება მაგრამ გჭირდებოდა ხო და არის ეგეთი აი მაგალითად რა აი ხიდების კონსტრუქტორი ხო აი თუნდაც ხიდების კონსტრუქტორი ხო ხიდებს თუ არ ვაშენებთ ხო და აი ხო არ ვაშენებთ და რატო ვაშენებთ იცი მაშინ იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება და ცოტა გჭირდება რა მაგრამ შეიძლება საუკუნეში შეიძლება ორი ხიდი დაგჭირდეს და აი ორჯერ უნდა გამოვიყენოთ ეგ ცოდნა რა მაგრამ ეგ ორჯერ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენოთ ამიტომ ვერ შექმნი რეალურად ისეთ გარემოს რომ ეხლა რაღაცა ხიდები ხო არ უნდა ფეიქ ხიდები ხო უნდა აკეთებინო რა ინტიპს რო უნდა იცხოვროს იმ დილემაა რა ეგ ამიტომ თული საკითხია მაგრამ მაგის გარდა კიდე რაღაცა არ არის ახლა მარტო საუკუნეში ორჯერ ხიდს აშენებს არა მე გავაზვიადე თორე იმას ვიზახე რომ რეალურად მაგას არეგულირებს უფრო მეტად რაც იმაზეც მოთხოვნა რა ამიტომ მაგალითად რაღაცები დოტაციაზე უნდა იყოს და არის კიდეც ხო აი ხო და მაგას ვამბობ რომ როდესაც რაღაცა მხარე ამ შემთხვევაში სახელმწიფო ანუ თulis რომ აი ამით ეს რაღაცა ჭირდება და ამაში ხალხის მხრიდან მაგალითად ნაკლებია ინტერესი, ხო? შეიძლება ის წაახალისოს. და წახალისება გამოჩნდეს აი ბევრი რაღაცა ეგეთი ფორმებით, მაგრამ ისეთი როქნას რო ახლა საკუთარ თავზე რაღაცა ისეთი აიღოს, რასაც რაღაც ვერ გაართმევს, მაშინ მაგაზე არც უნდა აიღოს, რა. და სხვა შორის ეს აი ისეთი გამონათქვამი ბაზარი და არეგულირებს, რა. ეგ ბაზარი არეგულირებს მაგას. სამწუხაროდ, ოღონდ მართლა ეგრეა, რომ მაგას მართლა ბაზარი, აბა ეხლა არსებობს ისეთი რაღაცები, რაც ძალიან კარგია, მაგალითად, მანქანათმშენებლობის სკოლა რო გქონდეს. ხო? ხო და აი, ხო, ოღონდ რეალურად არ გვაქვს ჩვენ მაგის ტრადიცია. ისეთი, რომ კონკურენცია გაუწიოთ იაპონელებს, ჩინელებს. ხო, მაგრამ აი ნახე, სხვა ძალიან შორს წავედით, მაგრამ აი ტრადიცია კი არ აქვს მაგის, მაგრამ ხო კარგია. ხო და რანაირად უნდა მოვიქცეთ ახლა. დავანებოთ თავი, ხო? ამ შემთხვევაში იქნება გამომდინარე ჩვენი შესაძლებლობები უნდა შევაფასოთ. ხო და მაგას ვიზახი, ანუ ყველაფერი შესაძლებლობა არ აქვს რა. რაღაცის შესაძლებლობა გვაქვს და რაღაცის შესაძლებლობა არ აქვს.
რაღაცის შესაძლებლობა შეიძლება არა გვაქვს, მაგრამ რაღაცა ასე ვთქვათ, ნელ-ნელა რაღაცა მოძრაობით, ნელ-ნელა მივიდეთ რაღაც შესაძლებლობამდე. აი მაგალითად ეგრე რომ წავახალისოთ, მაგალითად სწავლა წავახალისოთ, მაგალითად რაღაცა ის წავახალისოთ, მაგალითად რაღაც გავგზავნოთ, დავაფინანსოთ. რაღაცა ისე შეიძლება ეს წახალისება მოხდეს, მაგრამ ის რომ ეხლა რაღაცა ისეთ შეეჭიდო რომ იმაზე, ასე ვთქვათ, რაზეც მართლა ბაზარი გირეგულირებს, ხა მან და ჭიდაობა დაიწყო, ჩემი აზრით ეგ არასწორი იქნება. თუმცა რაღაცა მცირედი ან დოტაცია, ან თქვა რაღაც ფორმის წახალისება, ეგ რა თქმა უნდა აუცილებელია. და ისიც აუცილებელია, რომ ყველაფერი მოძრაობს, დინამიურია საერთოდ. მით უმეტეს დღევანდელი სამყარო ძალიან დინამიურია. აგერ ჩინელები მაგალითად 20 წლის წინ საერთოდ მანქანას არ უშვებდნენ თუ ვერ უშვებდნენ თუ რაღაცა, ფაქტია არ არსებობდა ჩინური მანქანა. დღეს უკვე ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე, ხო? ხო და ამიტომ ეს ყველაფერი დინამიურია და შენც უნდა ცადო ნელ-ნელა ყველაფერი, მაგრამ ისე არ უნდა მოიქცე, რომ რაღაცა ზედმეტი აიღო შენ თავზე, ისეთ რაღაც მიმართულებით, რომ იმან არ გაამართლოს. კი არის ახლა რაღაცა მიმართულებები, რასაც უბრალოდ ვერ მოახერხებს 3 და 4 მილიონიანი ქვეყანა, რასაც თქვა 100 მილიონიანი და მილიარდიანი ქვეყანა მოახერხებს. კი და აი ამან მაგალითად რაღაცა ფორმები შეცვალა საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო ხო რეალურად საბჭოთა კავშირის ნაწილი და საბჭოთა კავშირი იყო 300 მილიონიანი რაღაც გაერთიანება, ხო? და აი ამ 300 მილიონიან გაერთიანებაში რაღაცეები შესაძლებელი იყო. და 3 მილიონიან თუ 4 მილიონიან ქვეყანაში ვეღარ არის შესაძლებელი. ამიტომ მაგალითად ეხლა აი მაგ გადმოსახედიდან ვიღაცამ რო თქვას რომ ეხლა მაგალითად აი ეს რაღაც დაინგრა. ძალიან ცუდია რა თქმა უნდა რომ დაინგრა, მაგრამ შეუძლებელი იყო რო არ დაინგრეულიყო. იმიტომ რომ ვერ უზრუნველყოფ რა. იმიტომ რომ ეგ გათვლილი იყო 300 მილიონიან მოსახლეობაზე რა. ეხლა კიდევ ვართ რაღაც 4 მილიონი ვართ თუ არც ვართ 4 მილიონი. ამ შემთხვევაში უკვე თვითონ ქვეყნის თვითრეალიზაციაზეც გადადის საკითხი. ანუ ქვეყანასაც რა როლი აქვს უფრო დიდ სოციუმში, ანუ მსოფლიოში. ანუ ქვეყანასაც ხო ადამიანის მსგავსად უდგას ის საკითხი, რომ აქვს საერთოდ ამას არსებობის აზრი ამ ქვეყანაზე რატო არსებობს. ხო, ის თუ რაღაცა ისეც არ წარმოადგენს, რაც ღირებულია, მაშინ საერთოდ რაღაცა ფორმალურად არის. ხო? ანუ თვითრეალიზაცია ეროვნული და აი ასე ვთქვათ, ამ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც გარკვეულ ფორმას წარმოადგენს, რომლის ნაწილიც თითოეული მოქალაქე ხდება. ხო? აი მაგალითად ადრე, ხო, ვიღაცა აი დამყრობელი ქვეყანა რო იყო, მას მაგით რეალიზდებოდა და ძირითადი მოტივი იყო რაღაცა გაფართოება, ვიღაცა დაიპყრეს და ისიც ჩვენი ის გახდა და ყველა მაგას ჩვენ გვაქვს ჩემი აზრით რაღაცა ფასეულობები მაგ მიმართულებით და თან არა მარტო ერთი და ორი, რამდენიმე მიმართულებით გვაქვს მაგ ანუ როგორც რელიგიური, ისე ხელოვნების. კი ბატონო, ხელოვნებაში ვიტყოდი მე რომ რაღაც არის ისეთი რაღაც დარგები და მიმართულებები, რითაც შეიძლება აი მაგ ასე ვთქვათ, სოფლიო რაღაცა სოფლიო ღირებულების დონეს წარმოადგენს. ჩავჯდეთ, კი, გვაქვს ეგეთი რაღაცები და აი ეს იპოვის ალბათ თავის იმას რა, გზას და თავის ფორმას რა. აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ მარტო რაღაცა აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ეგ არ არის ისეთი რაღაცა თვითრეალიზაციის ფორმა. თუმცა ვიღაცისთვის არის, ეგ მაინც ჩემი აზრით მაგას განსაზღვრავს ის რამდენად, ანუ პოტენცია გაქვს თუ არა მაგის. ხა თუ მაგალითად პოტენცია არა გაქვს მაგი სხვა რაღაცის და
შეგიძლია რომ მაგალითად მარტო აბრეშუმის გზა იყო, რამც იყავი აბრეშუმის გზის ნაწილი, კი ბატონო, მაგრამ თუ გაქვს პოტენცია რაღაცის, მაშინ აბრეშუმის გზაც იყავი და სხვა რაღაცაც იყავი. ჩვენ მე მგონია რომ გვაქვს აბრეშუმის გზაც ვიყოთ და კიდე სხვა რაღაცები. უფრო მნიშვნელოვანიც. კი, ესეც გვაქვს და ალბათ ეგ ისე იქნება რომ არ დაიკარგება და რაღაც თვალსაზრისით და რაღაც დონეზე სულ ყოველთვის ჩანს ეს სხვა შორის. ეგ არ არის ისეთი რაღაცა რომ მაგალითად რაღაც თითქოს ეს რაღაც პოტენციაა და მხოლოდ პოტენციად რჩება. არა, ეს რა თქმა უნდა პოტენციაც არის ცხადია და კიდე მეტად შეიძლება გახდეს, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ აი აქამდეც რაღაც ისტორიას რო გადავხედოთ და რაღაცები რო შევაჯამოთ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ რეალიზებულები რაღაც თვალსაზრისით უკვე ვართ. მაგრამ რა თქმა უნდა, წეღანაც რაც თქვი რომ საყვარელ მოძრაობს, დინამიურია ძალიან და კიდე შეიძლება სხვადასხვა ფორმებში მოხდეს ჩვენი რეალიზაცია მოხდეს. უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი პოზიცია დავიჭიროთ, როგორც ქვეყანამ, ყველა იმ მიმართულებით, რისი პოტენციალიც გვაქვს. აი, მოდი იცი რა ვქნათ, ვილაპარაკეთ რეალიზაციაზე, ცოტა გაგვიქცა კიდეც რაღაცებზეც ვილაპარაკეთ და მთავარი არის რეალურად აღნიშნოთ, რა საჭიროა საერთოდ რეალიზაცია ადამიანისთვის, პიროვნებისთვის და რატომ უნდა ვიღაცამ რო მაგალითად ეგეთი კითხვა დასვას რა, რომ აი თქვათ და არ იქნება ცოტა ეგეთი ადამიანი რა, რომ სიტყვაზე არ ვიცი, მშობლები მოუზრუნველყოს, მისი ასე ვთქვათ ფინანსური ნაწილი, შესაძლებლობები აქვს ფინანსურად და აი უბრალოდ რო იყოს ესე რა. აი ხო შეიძლება ისე ვიღაცამ თქვა რომ აი რო ვიყო ესე რა პრობლემა, აი ესე ვიქნები რა. ხო და რა უნდა უთხრათ? აი რაღაცა ხო არის სათქმელი, მაგრამ რომ არა იგრენ უიქნები. ხო და მოდი აი თქვათ რა უნდა უთხრათ? კარგი შეკითხვა. რატომ არ უნდა იყოს წამოწოლილი და რატომ უნდა გააკეთოს რაღაც? აი ღორის თვითრეალიზება რა არის? მაქსიმალურად მეტი ჭამოს, ხო? და ჩვენი გადმოსახედიდან შეიძლება თვითონ საერთოდ უყურებს რა. მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან ეგ არის. თუ უნდა ადამიანი იყოს, ხო? მაშინ უნდა გააცნობიეროს, რომ ის რაღაცა ცხოველია და ცხოველის პრინციპებით არ უნდა ცხოვრობდეს. უნდა ცხოვრობდეს ადამიანის პრინციპებით. ეგ ხო იცი როგორი რაღაცა, აი ანეკდოტია რა, ანუ ვიღაც ტიპი წევს იმაში რა, ხიზძირში რა და მივიდა მეორე და რატო წევხარო რა და თუ რაღაც მოკლედ ბოლოს ეს ეუბნება ეს გააკეთეო და ის რატო და აი მე უდარდელად წამოწვეო რა და ეხლა უდარდელად არ წევა რა. ხო და რეალურად მე მგონი იმის დამატება არის საჭირო ამ შემთხვევაში რომ ვთქვათ რომ ვერ იქნება უდარდელად წამოწოლილი. იმიტომ რომ ადამიანი, აი რაც შენ თქვი რა, არ არის ბუნებით ღორი. ანუ ადამიანს აქვს სურვილები, რომ რეალიზება მოახდინოს, იმიტომ უნდა რეალიზება მოახდინოს, რომ ამით, ანუ შიმშილი აქვს ამის. ჩვეულებრივი მოთხოვნილება აქვს. იმიტომ რომ სულიერი არსება. ეს მოთხოვნილებები თუ არ დაიკმაყოფილა, ჩვეულებრივად ცუდად იგრძნობს თავს. აი რამდენიც არ უნდა თავი დაარწმუნოს იმაში, რომ აი ახლა მე ძალიან კარგად ვარ და რაღაცა, თუ ფსიქიკურად ნორმალური გაწონასწორებული ტიპია, მაშინ აუცილებლად ცუდად იგრძნობს თავს. იმიტომ რომ საჭიროდ ძალსაც კი აქვს ეგეთი ფუნქცია რა, რომ თუ მაგალითად საჭიროდ თulis თავს, უფრო კარგად გრძნობს მაშინ თავს რა და თუ მაგალითად არის აი მაგალითად სახლში არის რაღაც ოთახებში დარბის და რაღაცა ცუდად არის რა. და თუ ეზოშია მაგალითად რაღაცა უცხოხმას უყებს და რაღაცა შვება და ფუნქციურად გრძნობს თავს, უკეთ გრძნობს თავს რა და ადამიანი კიდევ უფრო მეტად ეგეთი არსებაა. როდესაც ფუნქცია გამოეცლება, ეს შეიძლება იქამდეც კი ავიყვანოთ, რომ აი მაგალითად რაღაცა კვლევები არსებობს, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, როდესაც იმაში გადიან, რა ქვია, პენსიაში, ხო? და
თუნდაც ევროპაში ძალიან მაღალი პენსია და უზრუნველყოფილები არიან. მაგრამ სახლში დაჯდებიან, ხშირად ეგ გამოიწვევს ხოლმე მის დაავადებას და მე ნაადრევ სიკვდილს რა. ანუ თუ ადამიანი საზოგადოებასთან არ არის ისეთ მოდებაში, რომ მას იქით ამ ხრიდან ანუ რაღაცა ის ეკოთ ესმის, რომ ეს საჭიროა და რაღაცას მნიშვნელოვანს აკეთებს, ღირებულს აკეთებს, ხო? ის მე რა თქმა უნდა ხდება ცუდად. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სულად რომ დაცლილი იყოს ფინანსური უკუღებიდან, მაინც საჭიროა რა. შეუძლებელია ასე ვთქვათ ისე ყოფნა, როდესაც თვითრეალიზებულად არ ხარ, არ გზნობ თავს თვითრეალიზაციას ვერ ახდენა ბედნიერი ხარ რა. ანუ ბედნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის თვითრეალიზაციის შესაძლებლობა და ამის გარეშე ადამიანს გაუჭირდება კარგად ყოფნა. კი, მიშა, მე მგონი საკმაოდ ბრუნად ვისაუბრეთ. ეს ისეთი თემაა, რომ არ არის, რა ქვია, რაღაცა ბევრი ისა აქვს, რა ქვია, მიმართულება ჩაშლა შეიძლება ბევრი მხრივ. ჩვენ დღევანდელი ამოცანა იყო ის, რომ ადამიანებისთვის, ჩვენთვისაც რაღაცა გვესაუბრა ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ცდილობა კამერის გარეშეც, რომ ამაზე რაღაცა ვილაპარაკა და მე გადავწყვიტეთ, რომ მოდი ბარემ კამერასთან ერთად გვესაუბრა, რომ რაღაცები გაგვირკვია და თუ ვინმეს დაეხმარება აი ამ საკითხში გამოსარკვევად ჩვენი დიალოგი ძალიან სასიამოვნოა. ის ბევრი შეკითხვა არსებობს ამ მიმართულებით ზოგადად სამყაროში. მე მგონი ძალიან ბევრი ფიქრობს ამაზე. დღეს ესეთი ეპოქაა, მე მგონი ყველა. და აქედან გამომდინარე შეიძლება ვიღაცას რაღაცა მიმართულებით ფიქრის საბაბი მივეცით. კი ბატონო. კარგად ზამბებოდით, კარგად ზამბებოდით.